ლიტერატურული საღამომშვიდობისას სრულიად საქართველოს დღეს შაბათია 21 საათი, რაც იმის მაუწყებელია, რომ ტელეკომპანია ქართული საეთერო ბადეში თქვენ თვალყურს ადევნებთ ლიტერატურულ შემეცნებით გადაცემას ქუჯის დროა. გადაცემა, რომლის მთავარი იდეა ფიქსი მიზანი გახლავთ საქართველოში კულტურული, სახელოვნებო, ლიტერატურული სიცოცხლის და ცხოვრების გაშუქება, მხარდაჭერა, პოპულარიზაცია და ქუჯის აქვს ძალიან ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლური იდეური ჩანაფიქრი. სახელდებაშივე ერთი ძალიან კარგი ქვეტექსტი. თქვენ იცით, რომ ჩვენს ცნობიერ მეხსიერებაში, ქართულ ისტორიულ გაგებაში ქუჯი, როგორც ასეთი, არის ტერიტორიული ერთიანობის, მთლიანობის სინონიმი, ექვივალენტი, ასეთ შეგვიძლია ვთქვათ და ამდენად ქუჯის ამ გადაცემას და პროექტს აქვს მიზანი, რომ ლიტერატურა გახდეს ის სივრცე, რომელშიც და სადაც ადამიანები დაბრუნდებიან უპირველეს ყოვლისა ერთმანეთთან და ერთად მყოფი უკვე ლიტერატურის სახელით ჩვენ დავიწყებთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ლიტერატურულ პროცესებს. დიახ, ამიტომაც ჩვენ გვაქვს ხოლმე ასეთი ეპითეტი, ახალი სამეთყელო ლექსიკური ერთეული შემოვიტანეთ, ვამბობთ ხოლმე, მოდი გავქუჯიანდეთ, რაც თავის თავში გულისხმობს ლიტერატურულ გაერთიანებას. დღეს შაბათია, როგორც გითხარით, 21 საათი, მე ამირან ჯანჯღავა ვარ ამ გადაცემის ტელეწამყვანი და დღეს ყავს ძალიან საინტერესო, დახვეწილი, რაფინირებული, გემოვნებიანი ლიტერატურის წარმომადგენლები, ავტორები, ქალბატონი მარინა თექთუმანიძე, პოეტი, ჟურნალისტი. როგორც ვიცი, ჟურნალისტიკაში ქალბატონ მარინას ნიკო ნიკოლაძის პრემია აქვს მინიჭებული, ხოლო პოეზიაში მწერალთა კავშირმა თქვენ ილია ჭავჭავაძის პრემია და ოქროს მედალი მოგანიჭათ. გილოცავთ კიდევ ერთხელ მწერალთა კავშირის მხრიდან აი ამ აღიარებას და ბატონი გიორგი გულუა, პოეტი, ინგლისური ენის ფილოლოგი. მოკლედ, ჩვენ ვსაუბრობთ ლიტერატურაზე, ვსაუბრობთ ქუჯიზე, ამ იშვიათად გამორჩეულ ლიტერატურულ ფესტივალზე. არ ვიქნები ხმამაღალი ქალბატონო მარინა, ბატონო გიორგი, თუ ვიტყვი, რომ უკვე მერვე წელია, რაც ქუჯიმ საკმაოდ დიდი სანდოობა მოიპოვა და ეს ყველაფერი ხდება ჩვენ წინა გადაცემაში ამაზე ვისაუბრეთ, ელიტურ, კლანურ ლიტერატურულ კონკურს ფესტივალების კვალდაკვალ ქუჯი, ყოველგვარი რაღაც ესეთი ძლიერი ბიუჯეტის, სხვა ფინანსური სახსრების მიღმა, აბსოლუტურად ლიტერატურული ენთუზიაზმით და დამფუძნებელთა აქტიური მოძრაობით ინარჩუნებს, ახერხებს, ვითარდება და საკმაოდ დიდი სანდოობა მოიპოვა. რატომ შევეხე სანდოობას? პირველ რიგში მოგესალმებით კიდევ ერთხელ და მე ვიცი, რომ თქვენ არაერთგზის ყოფილხართ ერთი ლექსის კონკურსის ჟიურის წევრთა ნუსხაში და როგორ ახერხებს ქუჯი აი ამ ობიექტურობის ხარისხის და სანდოობის შენარჩუნებას და თქვენ როგორც ჟიურის ამპლუიდან მაინტერესებს ტექსტებთან, პოეტურ ტექსტებთან მუშაობის პროცესში თუ იყო ისეთი გამონათებები ან ზოგადი შეფასება თქვენი დაკვირვებით, როგორია თქვენ საოცარ თაობის პოეტთა ნუსხას განეკუთვნებით და აი ახალგაზრდული ეს გადასვლები თაობათა შორის ლიტერატურული გადაცახილება, თქვენი ჟიურის თვალით დანახული თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესები ქუჯის კვალდაკვალ. ქუჯი არის ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ძალიან ობიექტური კონკურს ფესტივალი. რატომ ახლა არასოდეს ჟიურის წევრებმა არ ვიცით ვინ დგას რომელი ლექსის მიღმა. ჩვენთან მოდის ლექსები, ჩვენ ვკითხულობთ, ვაფასებთ, ვაგზავნით შეფასებას და აი მე უკვე ჯამდება და ბოლოს ვიგებთ ვინ არის იმ საოცარი ლექსის პატრონი და უშუალოდ მე რო ძალიან მომეწონა ვინ გავიდა პირველ ადგილზე, მეორე ადგილზე, მესამე ადგილზე. სხვა შეიძლება როგორც ადამიანს მეც დამწყვეტია გული, იმიტომ რომ ჩემი რჩეული ლექსი სამეულში ვერ მოხვედრილა. და ესეც ხდება, იმიტომ რომ დღესაც ვამბობდი ამას, ჯერ ისეთი ნებისმიერი ადამიანი არის სუბიექტურად ობიექტური, საკუთარი თავიდან ამოვდივართ ჩვენ შეფასებისას, ხო? არის განწყობა იმ დღევანდელი, ხასიათი 1000 დეტალი არის, რომელიც ლექსის შეფასებისას გაფასებინებს ლექსს, მე მქონია შემთხვევა დავიწერია 10 და 2 დღის მერე წამიკითხავს ეს ლექსს და მithქვამს რომ ამაში 10 მე არ უნდა დამეწერა. კარგი ლექსია, მაგრამ 10-ის ღირსი არ არის. ხო და აი საბოლოოდ ასეთი შეფასება იყლის ხოლმე თავს და მე გამარჯვებულები ვლინდებიან და ეს არის აი კარგად აღნიშნე და ამირან რომ თვითონ სახელწოდება არის ძალიან საკრალური და ძალიან მნიშვნელოვანი. ვინაიდან დღემდე არის კამათი ქუჯი არსებობდა თუ არა და მე ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ რომ ესე იგი ყოველ შემთხვევაში ისტორიულ წყაროებში ასე არის რომ 825-780 წელს გადაჭერა 825-780 წლებში მეფობდა ქუჯი ეგრისის სამეფოში, მერე
რომაელი მხედართმთავარი შემოესება აზო ქართლს და აი ზუსტად მაშინ ფარნავაზი თხოვს ქუჯის დახმარებას და ქუჯი მას ეხმარება და თავის ოჯახიანად იღებს შვილებთან და დებთან და დედასთან ერთად გადადის ეგრისში და იქ ფუძდება და იქიდან მე ერთობლივი ძალით ეწვიან აზოს და სულ რომც არ არსებულიყო მსგავსი პიროვნება ხო და ეს ჯერზე ძალიან ნაკლებად მჯერამე რომ არ არსებობდა ვინც მოიგონა ის არის გენიოსი, იმიტომ რომ ასეთი ერთიანობის სიმბოლოები საქართველოს ჩვენ გვჭირდება. ამ დღემდე არის ეს კუთხური დაპირისპირებები, რაც მე პირადად გულს მიხედავს ხოლმე. ხო და ერთიანობა გვჭირდება და აი ზუსტად ეს ფესტივალი, ეს კონკურსი ამ სახელის ქვეშ მთლიან საქართველოს აერთიანებს და ამიტომ არის კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. მეც რეპლიკის სახით მინდა თქვენი ეს პათოსი გავაგრძელო და ვთქვა რომ დიახაც ლიტერატურას ყოველთვის ჰქონდა ამის საშუალება რომ ყოფილიყო საკმაოდ ისეთი მყარი, სანდო საცავი ყველა იმ ღირებულების ფასეულობის რამაც ფაქტობრივად ჩვენი თვითყოფადობა, იდენტობა, განაპირობა, სახელმწიფოებრიობა შექმნა და დღევანდელობამდე გადაგვირჩინა და ლიტერატურულ ფესტივალ ქუჯის კიდევ ერთი დამატებითი შტრიხი ის აქვს რომ ლიტერატურის მიღმა ერთი რომ ეს არის ძალიან პლურალისტული, მრავალფეროვანი გარემო, ყოველგვარი მიკუთვნებებისგან დაცლილი, ძალიან მეგობრული, ძალიან შინაარსიანი და მომართული ზუსტადაც იმისკენ რომ აი ამ რთულ, ქაოტურ, თითქოს და სულისგან დაცლილ სამყაროში ადამიანები დააბრუნოს პირველ რიგში ერთმანეთთან. ყოველგვარი სხვა ამბების მიღმა და სიყვარულით. ქრისტიანული პროექტია ყველაფერთან ერთად. მოკლედ ქუჯიზე საუბრისას ბატონო გიორგი თქვენ ხართ ახლა ერთ-ერთი ფინალისტი. ძანდებოდით ქუჯი 2025-ის ფინალისტი და ამავდროულად მეგრულენოვანი ლექსის მესამე პრემიის გამარჯვებულიც, ხო? არა, ქართულენოვანი, ხო. რადგანაც ქუჯი ქართველური ენების პოპულარიზაციასაც ეწევა, ესეც მინდა მაყურებელს უთხრა, რომ მეგრულის, სვანურის და უკვე ძალიან წარმატებით მიმდინარეობს მეგრულენოვანი. დიახ, კი. ორგანიზატორებისგან ეს დამფუძნებლებისგან გვსმენია და მოდი მადლობა და მადლიერება ეს ერთ-ერთი ქრონიკული, მორალური და მოურჩენელი ვალდებულება მგონია. მადლობა მინდა გადაუხადო ლიტერატურულ კონკურს ფესტივალი ქუჯის დამფუძნებელს, ქალბატონ ნანა კვაშილავას, ქალბატონ დალი ჯორბინაძეს, ბატონებს, ბატონ ბესო გვაზაოს და ბატონ ილია ერქვანიას, რომ არა ისინი ჩვენ აქ ახლა ამ ფორმით ვერ იქნებოდი და ასევე ერთი დიდი მადლობა ტელეკომპანია ქართულს, რომელმაც საეთერო ბადი დაგვითმოდა. აქვე ჩემს სუბიექტურად ობიექტურ გულისწყრომას გამოვთქვამ და ვიტყვი რომ სამწუხაროდ ქართული მედიას საშუალებები და სოციალური სივრცეები არ არის განებივრებული კი არა და საერთოდ არც არის თითქმის წარმოდგენილი ასეთი ლიტერატურული შემეცნებითი გადაცემებით. ამდენად დაუბრუნდები ისევ გიორგი ქუჯის კონკურსში მონაწილეობა. ზოგადად ეს ფესტივალი, პროცესები, მთლიანი ეს ამბები, რა ემოციებს იწვევს შენში, რა მოგცა ქუჯიმ და როგორც პოეტი, როგორ უყურებ საერთოდ ამ ლიტერატურულ კონკურს ფესტივალს? მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმები მაყურებლებს. მადლობა მოწვევისთვის. ჩემთვის ქუჯი არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და ფესტივალი. გამომდინარე იქიდან, რომ ქუჯიმდე არც ერთ კონკურსში არ მიმიღია მონაწილეობა. და მივიღე ორჯერ მონაწილეობა ქუჯიში. პირველ წელს ვერ მოხდა, ვერ გავიმარჯვე, მაგრამ მოხდა შემდეგ წელსაც გავაგზავნე, ოღონდ აქ უკვე ერთი ლექსის კონკურსში და მოვხდი ფინალში და მესამე პრემია ავიღე. ქუჯი გვაერთიანებს ნამდვილად და ეს სიტყვა არ არის მხოლოდ სიტყვა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი, ძალიან ბევრი შესანიშნავი პოეტი გავიცანი, რომლებსაც შეიძლებოდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეხვედროდი, რომ არა ქუჯი და ამიტომ მადლობა ქუჯის და მთლიანად მის შემოქმედებით ჯგუფს. ძალიან დიდი მადლობა თქვენ გიორგი. მოდი ახლა რომ დაუბრუნდეთ უშუალოდ ცოცხალ ლიტერატურულ პროცესებს. ერთი ასეთი შეკითხვა მაქვს. აქაც შეიძლება ტელემაყურებელს თქვენს მოგეჩვენოთ, რომ ეს ძალიან ისეთი სუბიექტური, ცოტა გამძაფრებული აღქმა თანამედროვე მოვლენების მიმართ, თუმცა ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ ჩემი ხედვით და დაკვირვებით ნაწილობრივ შეინიშნება გარკვეული რეგრესების სულიერ, შინაგან ემოციური ინტელექტის თვალსაზრისით და წიგნთან განშორება რაღაც კუთხით. მახსენდება ხოლმე რეი ბრედბერი 451 ფარენჰაიტით და
Aldous Huxley-ის საოცარი ახალი სამყარო, სადაც წიგნი არათუ მხარდაჭერილი პირიქით აკრძალულიც კი არის და ფაქტობრივად ეს ტექნოლოგიური განვითარება უკვე Huxley-სთან ჩანს, რაოდენ საფრთხეებს ქმნის. ქალბატონო მარინა, თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესებს? წიგნთან ურთიერთობა ხომ არ შესუსტდა და თუ ასეა, მაშინ რა რისკებთან შეიძლება დავდგეთ ჩვენ? იცით რა, ვისთვის შესუსტდა და ვისთვის არა, იმი ასე დავაღენებდი საკითხი. კიდე ხალ ჩემს ბავშვობაში იყვნენ წიგნიერი ბავშვები, წიგნიერი ახალგაზრდები მერე და იყვნენ უწიგნური ბავშვები და უწიგნური ახალგაზრდები. ასე რომ გარკვეულწილად საფრთხე ნამდვილად არსებობს ახლა, თუნდაც იმიტომ რომ აი ასოციალურ სექციაში როცა რაღაცა დიდი მასალა არის, ხო, უხამას ვერ წავიკითხავ მეზარება ახლა. ანუ გრძელი ტექსტების კითხვა უკვე გვეზარება ადამიანებს, მეც მათ რიგში გავიყვან საკუთარ თავს. ხო, მაგრამ ჩემი შვილიშვილის მაგალითზე ვიტყვი, წიგნებს რომ გამოიწერს, ფანჯარას არ ცილდება, რომ რაც შეიძლება ჩქარა მოვიდეს ის წიგნი, რომ მალე და დაიწყოს კითხვა, ხო და ძალიან ბევრი არის ასეთი ახალგაზრდა, ასე რომ და აი კიდევ ერთი ამბავი, ხშირად ჩვენ გვესმის ჯანმრთელობა და ჯანმრთელობაზე მხოლოდ პირველად რწმენა წარმოქმნა გვაქვს, მხოლოდ სხეულებრივი ფიზიკური ჯანმრთელობა, თუმცა ამ ბოლო პერიოდის კონცეფციით ხედავთ და გვესმის, რომ ეგ არის მენტალური ჯანმრთელობაც ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი. Როგორ ფიქრობთ, ლიტერატურა, პოეზია ინდივიდის ფსიქოემოციური ჩამოყალიბების პროცესს, მისი მენტალური სიმტკიცისთვის რამდენად მნიშვნელოვანი და საჭიროა? საჭიროა, ნამდვილად აუცილებელია, ხო და წეღანი თქვი ამირან ასეთი რამე, რომ სულიერებისგან რაღაცა თითქოს ნელ-ნელა იცლება სამყარო, ხო, პერიფრაზია ეს უბრალოდ იმას. იცი რა არის ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობს, საკუთარ სულზე მუშაობს, რომელიც საკუთარ თავში ყურყუმელაობს სულს, სადღაც შეეშალა, სადაც სწორად მოიქცა, ის არასოდეს არ დაიცლება სულიერებისგან, მაგრამ თუ დავიჯერეთ, რომ ჩვენ ვართ დიდები, ჩვენ არაფერი გვეშლება, ძალიან ცუდად წავა მაშინ ჩვენი საქმე. ის სულიერებისგან დაცლა იწყება მაშინ, როცა იჯერებ, რომ შენ ძალიან დიდი ხარ და რაღაცა განსაკუთრებულს წარმოადგენ, ხო და აი ადამიანები თუ ამაზე იფიქრებენ, რომ რაღაცა იქ არასწორად მოვიკეცი, ან საკუთარ შემოქმედებაში, აი საკუთარ შეცდომას გადმოიტანენ გულწრფელად, სხვა საჩვენები რომ მარტო შენ არ ხარ ამ შეცდომით, როგორც პოეტი, როგორც შემოქმედი, მეც უშვებ ასეთ შეცდომას, არა, იმ ადამიანს დაღუპვა არ ელოდება. ნამდვილად, ძალიან კარგი სწორი ხაზგასმა და გადასვლა იყო. გიორგი, ახლა ერთი ასეთი შეკითხვა მაქვს, თქვენ ცხოვრობთ დედაქალაქიდან მოშორებით. საინტერესოა, რამდენად მნიშვნელოვანია შემოქმედისთვის, პოეტისთვის წერის პროცესში მარტოსულობა. მარტოობა არა, აი ხშირად გვითქვამს ხოლმე ეს ორი ტერმინი, ეს სიტყვა თითქოს და სინონიმებია, თუმცა შინაარსობრივი სიღრმე აბსოლუტურად განსხვავებულია. დიახ, მაინტერესებს ქალაქში ყოფნისას, დედაქალაქში შინაგანი შემოქმედებითი წლის პროცესი, ანუ საკუთარ თავთან მუშაობა ისეთივეა თუ პირიქით, აი ამ ხმაურს გაცილებული მოშორებით მყოფი საკუთარ თავთან უფრო ახერხებ პირველ რიგში შენი სულის მოძრაობის მოსმენას და მერე ამ კოსმიური შტრიხების ჩაწერას. ნუ ჩემი აზრით იმაზეა დამოკიდებული თუ რა საქმე გიყენია წინაპრებზე. მე მაგალითად მთელი ჩემი 11 წლის განმავლობაში, სწავლასთან ერთად პოეზია პირველ ადგილზე მეყენა და ქალბატონმა მარინამ როგორც ბრძანა, როდესაც თვითკრიტიკა აქვს თვითკრიტიკის შეგრძნება ადამიანს, მაშინ ის აუცილებლად იზრდება და ეს ზრდადობა მოდის ამასთანავე სრულყოფილებისკენ სწრაფვა, ვიღაც პიროვნების ასე ვთქვათ, ან მიბაძვით, ისეთი პიროვნების, რომელიც ასე ვთქვათ, წარმატებულია აი ამ საქმეში და ზოგადად არ აქვს მნიშვნელობა ქალაქში ვიქნები, სოფელში ვიქნები თუ სადაც არ უნდა ვიყო, ჩემი საქმე, ჩემს საყვარელ საქმეს ყველგან ასე ვთქვათ ვაკეთებ ისე. მეტნაკლებად შეიძლება ქალაქში უფრო ბევრი ასე ვთქვათ გადატვირთულია უფრო და აი ამ რუტინისგან გამომდინარე უფრო ნაკლები დრო რჩებოდეს ამისთვის, მაგრამ პოეტი ყოველთვის გამონახავს დროს იმისთვის, რომ თავის საყვარელ საქმეს ასე ვთქვათ
არ ჩამოშორდეს და გეთანხმებით, აქ უცბად ესეთი სურათ ხათ ერთი ეპიზოდი ამომიტივტივდა იგიდან ქარჩხაძე კარგად წერს, რომ იგიო როცა მარტო იყო, მარტოობას არ ძნობდა და როცა სხვებთან იყო, მაშინ იყო მარტო იგიო. ხო, მამარდაშვილიც ხშირად წერდა ორ სამყაროზე ორგანიზებულებაზე გარეგანზე და შინაგანზე. ანუ შეიძლება გარეგნულად ჩვენ გარემოცული ვიყოთ ხმაურით და ასე შემდეგ, ან პირიქით ვიყოთ მარტო, თუმცა შინაგანი სულიერი სამყარო კიდევ სხვა მყოფობაში იყოს გადანაცვლებული. ქალბატონო მარინა, უშუალოდ თქვენ საოცარ დახვეწილ გემოვნებიან ლიტერატურულ პროცესებზე შემოქმედებაზე სულს რამდენიმე შეკითხვის დასმა და რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ საუბრობთ პოეზიაზე, გადაცემა პოეზიის გარეშე ვერ ჩაივლის და ხშირად ლაიტმოტივად გასდევს კიდეც ყველა გადაცემას და ჩემ ცხოვრებასაც ტერენტის ის ხატოვანი ფრაზა პოეზია მიცის უეცარი სიხარული. ასე რომ ამ სიხარულის გარეშე დღეს ვერც ჩვენ თავებს და ვერც მაყურებელს ვერ დავტოვებთ და მარინა თექთუმანიძე წერის და საკუთარ თავთან მარტომყოფობის პროცესში და ტექსტებთან მუშაობისას. როგორია თვითონ პროცესი, რა იწვევს თქვენში აი ამ შინაგან იმპულსებს და ერთი ლექსი, რომელიც თქვენ თვლით, რომ ყველაზე კარგად გამოგხატავთ თქვენ შინაგან ემოციურ ფონს. ჯერ ამაზე გაგცენ პასუხს ამირან, რომ ლექსს მივწერ ყველა სიტუაციაში. შეიძლება აი ზუსტად ვიყო ხალხმრავალ ადგილას ძალიან ბევრი ადამიანი მეხვიოს თავს და მე დაგჭირდა ლექსი დავწერო იქ და საერთოდ ვერ გწმობდე გაშემა ვერ არის. სამარშრუტოში დამიწერია ლექსი, ავტობუსში დამიწერია лексი, რა თქმა უნდა სახლშიც როცა რაღაცა უნდა შემაწყოს აუცილებლად. იცით რა, მე მინახავს პოეტები დღეში 10-15 ლექსს წერო. ესე იგი დღეში 15 ჯერ 100 რამ დაგახებოს, რომ 15 ლექსი ჩემთვის ეს არის წარმოუდგენელი. ხო, საინტერესოა გეთანხმებით. ხო და იცით რა, მე რა თქმა უნდა არავის პიროვნულად შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ მსგავს ლექსებს ყოველთვის ეთქობა სიხალვე. ხო, რაღაცა რითმასთან თამაში უფროა ის გათამაშება, წაიკითხავ და ნეტარაზე. ხო, ანუ ტექნიკურად იციან როგორ ააგონ ლექსი. ტექნიკური ხარი აქვს ძალიან მოწესრიგებული და ასე თორე 15 დღეში განერად მოვაწერო. რაც არ უნდა საქმე არ კონდეს რა თქმა უნდა, მე შეიძლება თქვენ და ერთი ლექსი დავწერო და მეტი ვერ დავწერო, მაგრამ იმ ერთმა რაღაცა ისე შემაჯანჯღაროს, რომ აი ეს აუცილებლად უნდა დაიწეროს იქ რა ისე ცუდად გამხადოს და ისე და მე თავისუფლდები ხოლმე აი ამ შეგრძნებებისგან, ის შეგრძნებაში. რაღაც დაბადებასავით, მშობიარობის პროცესებით, როცა უკვე ემოცია მატერიალიზდება. კი, დაახლოებით მასე ერთი რამეა. ხო, ახლა რაც შეეხება ჩემს ლექსებს, რა ვიცი, რომელი შეიძლება რომ წავიკითხო, რა ვიცი. აი, ბოდიშ მოთხოვნით, რადგანაც თემატიკა მოიტანა, სანამ ლექსს წაგვიკითხავდეთ და გაგვიზიარებდეთ, ერთი ასეთ შეკითხვა უცებ ამომიტივტივ და ორივე თქვენგანთან ვიქნებით. ბოლო პერიოდში სოციალურ მედიაშიც და ისეთ ხშირად მკითხველებს შორისაც და ლიტერატურთან შორისაც მიდის ეს დავა, კამათი, სტილისტიკასთან და ფორმასთან მიმართებით. კონვენციური ლექსი, თავისუფალი ლექსი. ხო, ძალიან ისეთი ფართო თემაა და ამოუწურავი და კონტრ და შემოხდი არგუმენტებიც ბევრი გვაქვს, მაგრამ თქვენი სუბიექტური სიმპათია უფრო რომელი ფორმის და სტილისგან იხდება? ახლა ამის პასუხად მე მაბრალებენ საერთოდ რომ კონვენციური ლექსები ვითომ არ მიყვარს. ვიღარი შეურისწევი ლექსების გამოდენა ტახტება ასე ათომში და ერთნაირი ქურები ჰქონდათ კონვენციური ლექსის ავტორს და ვერლიბრის ავტორს. და იყოფოდა ჟეოთხრი ვიყავით 2-2-ზე. იყოფოდა მე ის კონვენციური ლექსი წავიკითხე, რომ დამერწმუნებინა ისინი, რომ და საქართველოა, მაინც როგორც წინა იყოს, ხო და გავიგე პირველ ადგილზე კონვენციური ლექსი. გასაგებია. გიორგი, თქვენი პოზიცია მაინტერესებს აი ამ ფორმათა ჭიდილში, რომელი უფრო მიმზიდველი და ახლომყოფია თქვენთვის? ჩემთვის პირადად კონვენციური ლექსი, იმიტომ რომ კონვენციური ლექსით დავიწყე წერა და თუმცა არის ხოლმე შეგადაშიგ ფორმის ვალებადობა, მაგრამ ძირითადად ჩემი სტილი ასე ვთქვათ კონვენცია არის და იმიტომ რომ ჩემთვის ოთარჯელაძის ქვეყანაში, იმიტომ ძალიან მიყვარს ოთარჯელაძე და თლიან შეიძლება ასე ითქვას, რომ კონვენცია შემიყვარდა ოთარჯელაძის პოეზიიდან და არა, ну, ისე რა გამოვიდეს, რომ მე თეატრ ლექსს რეგულარულად რამეს ვერ ჩოდე ან თავისუფალ ლექსს, მაგრამ აი ეს ასე მგონია, რომ ძალიან იშვიათია, როდესაც აი მაგალითად ჰაიკუ მინიმა, როდესაც იწერება,
ძალიან იშვიათია რომ ქართულს მოუხდეს რა ქართულ ასე ვთქვათ ლიტერატურას და არიან ისეთები რომლებმაც შეძლეს ეს ყველაფერი და ძალიან მიყვარს და ძალიან ვეცნობი სახელებს არ დავასახელებ ახლა მაგრამ ეს გამოირჩევიან ეს ავტორები არიან რომლებმაც სადეს იგივე მაგრამ არ გამოვიდათ ასევე კონვენციაში და ნებისმიერ სხვა იმაში მაგრამ ჩემი აზრით ადამიანმა ის უნდა აკეთოს რაც გამოუვა და თუ ამას გრძნობს გამოზდის მაშინ ჩემი აზრი აქვს უკვე მეორე ახალისხოვანია ანუ ლექსთა შეჯიბრებაზე ისე ურჯაც ხენებით შეგვიძლია გავაჭეროთ და გავქროლდეთ ჩემ შემთხვევაში როგორ მოდის ლექსი თუ მოდის რითმაში წერ რითმაში თუ მოდის ვერიფრად წერ ვერიფრად სამვერგლას რა ვიცი ან თეთრ ლექსს და ახლა რა ვიცი რაც მკითხო მე არ ვთვლი სულაც არ ვთვლი რომ ეს ჩემი საუკეთესო ლექსია ეთიოსურზე მაგრამ ყოველ შემთხვევისათვის კითხულმა ძალიან აიტაცა ეს და ძალიან ახლოს მიიტანა ხოთან და რატომღაც ასოცირდება ჩემი სახელი ამ ლექსთან თუმცა კი მე ვთვლი რომ მასე უკეთესი ლექსებიც მაქვს თუ გინდა თქვი დედაკაცო რა ვიცი ხო ჩვენ მზად ვართ მთელი გულისყურით როგორც მე და გიორგი ასე ჩვენი ტელემაყურებელი მოვისმინოთ თქვენი პოეზია ეთიოსური ის ქალი მეგრულად იქვე ვთამაშო დედა და ბებია შეთქმულები ვიჩურჩულებენ შიგადაშიგ თვალს შემავლებენ შიშობენ ყური არ მოკრა ეთიოსური მაინც მისმის ვიცი ვისაც გულის ხმობენ ეთიოსური ლამაზი ქალია ხელმოღერებული დადის ჩვენს ქუჩაზე ეთიოსური დედას ეჯავრება იმიტომ რომ მამას უყვარს ეთიოსური ჩემს დასაც ეჯავრება ჩემს ბებიასაც მხოლოდ მამას უყვარს ეთიოსური მამას ერთი ფოტოსურათი ჩუმად აქვს შენახული იმ სურათს ახლა მე ვინახავ მამა და ეთიოსური პატარები არიან ამ სურათზე მათ ერთმანეთი ამ სურათში უკვე უყვართ დედა და ბებია გვიმალავენ მაგრამ მე და ჩემ მადამ ვიცით ამ ქალს უბედურება მოაქვს ჩვენთვის ჩვენ გავიზარდეთ დედა მამას ატყუებს იცი ის ქალი მოკვდა მამის ცრემლები დღესაც გულს მიგობშავს იცი ის კაცი მოკვდა სიმართლის ეუბნებიან ეთიოსურს იმ ქალის ტირილი დღემდე მატირებს აღარც დედა აღარც მამა აღარც სიძულვილი აღარც ჭვიანობა დღესაც დადის ჩვენს ქუჩაზე ლამაზი ქალი აღარ იცოს მიყვარს მამა უყვარდა მამას უყვარდა მამას ვინც უყვარდა ის მეც მიყვარს ეს სიყვარული მაბატი დედა ბრავო სულამდე შემხები და პოეზიის მთელი ცოცხალი მისტიკურობა ეს ფენომენი ჯადოქრობა ხომ ეს არის აი კაფკასთან მახსენდება ხომ ეს გრეგორი ზამზა გარდასახული მწერი უკვე უნუგეშოდ მიტოვებული რომელსაც ცხოველის იარლიყი მიაკრეს ფორმის განსხვავებულობის გამო ვერღებულობენ და იქ ხო როგორ ოსტატურად გადაარჩინა კაფკამ რომ როცაო მუსიკამ ასე აღელო განა შეიძლება ყოფილიყო ის მწერიო ამდენად ცხოველი ასე მოხდა და ახლა მე ამაღელვა თქვენმა პოეზიამ და მე ვფიქრობ რომ ჩვენი სიცოცხლე აი ამ აღელვებებით ზუსტად ამიტომაც იზომება პოეზიით და ერთ იმას ვიტყვი კიდე ამირა რა არის ლექსი ხო საერთოდ აი რა არის პოეზია რა არის ლექსი 1000 შეფასების 1000 კრიტერიუმი აქვს ხო აი მე და ილია თქვენი ახლა ერთად ვიყავით ბათუმში შემოდგომის სერენადას ფესტივალზე ხო და იქ რაღაც წამაკითხეს ეს ლექსი თხოვა რომ იაფსენზე მეტება წაიკითხო ქალბატონმა და წავიკითხე და მე რელიამ ზუსტად შეკითხვა დასვა ერთი მეტაფორა არ არის ერთი მხატვრული სახე არ არის ერთი შედარება არ არის ანუ ტროპული მეტყოლ არაფერი აბსოლუტურად არ გააჩნია და ლექსი აი რა არის ლექსი საინტერესო სიცოცხლე ემოცია დაბადება აღელვება ახლა ჩვენ ველით უკვე გიორგისგან გიორგი ძალიან ლექს ღელვებას რომ ლექსით მეც და მე ვფიქრობ რომ გიორგის საკუთარ პოეზიაში ერთგან ესეთი ეპითეტი მახსენდება ესე ქონდა ოთარ ჭილაძეს რადგან ჭილაძე ახსენე გიორგი გიდასტურებ ჩემ სიყვარულში თანაზიარობას ჭილაძესთან მიმართებით ტანჯული ბედნიერიო ასეთი ეპითეტი შემოაქვს სურათხატი და მე ვფიქრობ რომ შენში ის ტკივილი, ის გულწრფელი ყოფა, ის სულის სიღრმე და სხეულის მიღმურობა კარგად წარმოსახული, რაც აი რენტგენივით გააშუქებს ადამიანში, მკითხველში აი ამ ემოციებს, გააშიშულებს და ამ ემოციებთან დარჩება მხოლოდ და სიამოვნებასაც მიენიჭებს. ასე რომ ჩვენ ტელემაყურებელსაც არ მოვაკლოთ ეს ლიტერატურული სიამოვნება. მოდი ამ შემთხვევაში მე დამოთხოვას წავიკითხავ. კეთილი. რახან
ხუჯიზე დაიწყო ფესტივალზე საუბარი მესამე ადგილის პრემია ეკუთვნოდა ამ ლექსს. მეტამორფოზა ამ გულს გაყოფილს პოლიპებს მარჯნის ძიმეაურის რიფს და ბარიერს ხელები ჰქონდათ ზედმეტად მარჯვე და გზა ლიზარდის წყლებში გალიეს და სხვა არაფრით ჩასანიშნ ამწელს ნირვანის უარს როგორც კარანტინს ძველი ჩვევებით ნატირებ გამჩენს ამ წელსაც მარხვის დღეებს ვპარავდი სიტყვის ხმალს ვჭედდი უმძიმეს ლითონს მზის მიძინების მედგა წინა დღეც საშემოდგომო გამოხვათ თითქოს გვირაბის ბოლოს ჩამქრალ ჩირაღნებს მიმანდე ქარებს მიმანდე 1000 მთასა და ხრამში მიტეხილს ტოლსა დავუდებ პირველ წვიმამდე სიკვდილს და თვალში ჩავაფრინდები და გავუგზავნი ეკოზე სამძიმრის აფრით წუხილს პირვანდელს ჩარაგაცლილი გულის მეკობრე შტომში უკვალოდ გამქრალ პირატებს სევდას თანაბრად გავონაწილებ მომღერალ გედებს სიყმის მეგობრებს მე ორიგამე სარკის მეგობარს მივატირებდი ნავით ქაღალდის რომ რაც მეგონა მხოლოდ მეგონა და დროსთან ერთად გავჭაღარავდი ცაკი ირეკლავს დაწრეტილ ანწლებს სისხლიან ქულებს უწითლეს ჯიქანს ცალყბად ვუძებნი ყველაფერს სახელს რომ ღმერთს ამ ზღვიდან კარგები მიხავს შენ ცალ უთხარ ელვარი ზადენს შევწირავ ცოდვებს ოფლით მონაგარს მინდა სიკვდილი მზის ჩასვლას გავდეს და ქარებს ონავარს ენას მოვიგლეჯ და არ გევნები საკრალურ შიშვით ლოცვის გენეზის პულსის სინქრონით სიტყვას გავადნობ და არ გევნები და ჩემს სულს სხვისი ჭირი წაიღოს ბობს დავამიწებ სადმე ელადას ზე მოჰგავს ცხენზე მიმულ ფაეტონს და სულ იწვიმებს და უგეგმავად დავხდები ქარებს ორპირებს მზის ჰელიუმით დაცლილი მასრა თვალებით ზეცა დავაკოპირე და ღრუბლებს პრიზმის საპარსით ვპარსავ არც მოქცევა გავჩვეულს წლევანდელს აღარც გეთთახმა ძველებურ ნამღერს ქარი ჰგავს ომში წასულ წლევანდელს ძმის წინ აწეულს უჩინარ ნაღმზე და კაცის ცრემლებს ზეცამდე მართალს თვარეს დაკარგულს შუა ღამეში და ჩემს ანარეკლს ყოველღამო ნათლავს სისხლიან ფრთებით იორდანეში დავშიფრავ ომის საწყის გრანულას მორზულად მარხავ ტვინში კლერიონს ვერ ვიტან დუმილს და ორგანულად ბნელში ნათელი გამოვერევი უთხარ ბუხარი თუხარ რომც მომაკვდავი იყო მწუხარე რომ სხვას დაუთმე საშენო ლუკმა ბუხარი თუხარ ცეცხლით უთხარი ამ გულს და ჯიგარს გამნარ ლითიუმს მოგრეჯილ ენას ცოდვის მონაგარს რომ უბრძოლველად არ დამითმია კითხეთ ამ ქარებს ონავარს და მოგიყვებათ წითელ წვიმაზე გეტყვიან ისეც გულში გამავალს რომ ბოლოს მაინც ღმერთი იმარჯვებს კაცის და ქვეყნის დასანახავად. ნამდვილად, ბრავო. ნამდვილად ეს მენიშნა არის ასეთი თვალწები ვიდეოს ქონდა ეს ფრაზა რომ omnia vincit amor სიყვარული ამარცხებს ყველაფერს და ბოლოს როგორც თქვენ თქვით ყველა ბრძოლას ღმერთი იგებს სიყვარული და სანამ ჩვენი გადაცემა თავის ლოგიკურ დასასრულისკენ წავიდოდეს თითო ლექსი მინდა გთხოვოთ და გიორგი ჩვენ წეგან ვახსენეთ ქალბატონმა მარინამ ძალიან სწორად შემოიტანა ის მნიშვნელოვანი კომპონენტი ქუჯისთან მიმართებით რომ ქუჯი ცდილობს ქართველური ენების პოპულარიზაციას და ერთი ლექსის კონკურსი მეგრულ ენაში გვაქვს ჩვენ ამდენად მეგრული ლექსი რომ გახმიანდეს ქუჯის დროში რა სიტყვით თუ გვაქვს ამის საშუალება რომ ერთი ლექსით მეგრულადაც შემოგვეხმიანოთ კი ნამდვილად უბრალოდ იგივე ლექსი არ მინდა წავიკითხო კეთილი პრობლემა არ იქნება მოდით მაშინ მანამ სანამ თქვენ აი ამ ლექსთან მიმართებით ამ ტექნიკურ ნაწილზე იმუშავებთ ქალბატონო მარინა გისმენთ და კიდევ ერთხელ გამოვხატავ იმ სისადავეს იმ ძალიან ადამიანურობას ძალიან სულთანყოფობას რაც თქვენს ლექსებში და ტექსტებში ასე კარგად გამოტანილი გისმენთ მერე რა თუ ძველებურად არ მიჭრის თვალი მერე რა თუ ძველებურად არ მიჭრის სმენა მერე რა თუ საფრენ ფრთების დავიდე ვალი
მერე რა თუ ყოფა მასე ძლიერად მკვემა მერე რა თუ თვალებს შე რომ გიყვარდა ასე კითხულობს ყველა შეცდომები თვალის ამბებად მერე რა თუ აბსაც ნაოჭი მადევს როგორც ცხოვრების ჯოჯოხეთი და გადარჩენა სამაგიეროდ ამ პეშობით მომაქვს ცეცხლი ჩვენ რომ დავარქვით შეთქმულების ბუდე სიგიჟე არ მოკლებია ცეცხლს გიზგიზას ერთი მისხალიც და ერთად ვზიდეთ ყველა ბინდი ყველა სიცხანი მერე რა თუ ვეღარ გხედავ დღეს სამზეოზე მაგ სიჩულიდან ამომძახე კიდევ ვითხარი და ეგააპოს ყველა ლოდი კუბოს ფიცარი ოღონდაც ისე გამაგონე როგორ გიყვარ ძალიან საჭირო ხშირად წასაკითხი ხშირად მოსასმენი და აუცილებლად დასაფიქრებელი ქვეტექსტები, ამბები, სურათები და ეს პასაჟები. მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ. გიორგი, მეგრულენოვანი ლექსი, რომელიც კიდევ ერთხელ კარგი ხაზგასმა იმისა, თუ რაოდენ მრავალფეროვანი, მდიდარი და სიღრმისეული ენათა ჯგუფი გვაქვს. ქართველური ენები, საოცარი, ქართული, მეგრული, სვანური და ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ ასევე წოვათუშურის ქართველურობის ელემენტებზე და ამჯერადაც ქართველურ ენათა ჯგუფს არ მიეკუთვნება. არა, თუმცა ბატონ კონსტანტინესაც ჰქონდა ესეთი მოსაზრება, რომ ძალიან ისეთი ქართული ამბებითაც არის გაჯერებული და გამაგრებული და ძალიან ისეთი ცოცხალი ქართული სიტყვებითა შეზავებული. გიორგი გულუა მეგრული ლექსით. ეს ფათაშორის ცხოვრებიდან როცა მგზავრობდი გუშინ წინ მაშინ დავწერე და კარგი ხანი არ დამეწერია პაუზა მქონდა და ეს ლექსი ამორჩი ახლა. მინშა გური ქუნგალედო ვარწანსია ღორონთიშ მადდო შვასოთ დღამემღუნან იმენდირე ხოლოთიშ მინშა შვაშო გიდგშური დუჩევარეკ რგებული თე ზოთონს ქირგოქო შვაშ აკნარზე მყებურით თოლ ჩილამურ მოვარშხილეიქ თოლებს გელაჟღებუნი გვალო ვედმე ჩიჩია გურ მისვარე ჭვებუნი ლიაფარაშე ალიათხოზ ცას მუნაფაშ ჟვებური წყარს ქიმეჩი თეგური წყარს ქიმეჩი ჩხეგური ვორეკ სისო დერეკონი ჯერსი მიდგაში ჯერსენი ხეს ინცალიო ქაშმოწირდი ქარწყე გეშე ჭვენსენი უნდეთ გილეკილოთუქ პატონებს შეცხებული ქრისტე ვაბწანს მუჟეხო დოჭაფართ დო თებულით საოცარია. ნამდვილად ვინც შეძელით და მოისმინეთ ამ ტექსტის მუსიკაც, შინაარსიც და ემოციაც დამეთანხმებით რომ ძალიან კარგი და სულთამყოფი იყო ამჯერადაც. მოკლედ თქვენი ერთ რაღაცას ვიტყვი. აუცილებლად მეგრულად დაწერილი. მაშინ აუცილებლად უნდა მოგიცნო. მაგრამ აი ახლა ზედმეტად არ მახსოვს რომ წონდა და ამოვიწერდი და წარმოვიღებ. არაუშავს მაშინ მოხევე წერს მეგრულად. ხო, აი კიდევ ერთი კომპონენტი ქუჯი როგორ აერთიანებს, ენებს აერთიანებს, ერებს და ერებს იმიტომ აერთიანებს რომ ქუჯი მხოლოდ ქართველი მწერლების ერთმანეთთან შეხვედრა არ იკმარა და მან ლატვიელ მწერალთა საზოგადოებასთან ძალიან ისეთი ცოცხალი აქტიური ძაფები გააბა, რომელთაც ელოდებიან კიდეც უკვე მომავალი წლის ივნისის თვეში, როცა მათ უნდა უმასპინძლონ და ბოლოსკენ კიდევ ერთხელ მინდა თქვენი მომავალი გეგმების ლიტერატურული საქმიანობების შესახებ გაგვიზიაროთ, ხომ არ არის რაიმე ისეთი სიახლე, მონახაზი, რაც ჩვენს ტელემაყურებელს დაინტერესებს, გისმენთ ხალხური. იცით რა, ჩემთან არის ძალიან სასიამოვნო სიახლე და ეს შეეხება ჩემს ლექსს ეს ვიცით რომ არის სამარიც გათხრებისას არმასში კიპოვე ზევახ სიცოცხლეო შემოწარწერა და ამაზე ლექსი დავწერე მერე და აი ამასთან დაკავშირებით ძალიან დიდი სიახლეა, ანუ რამდენიმე ენაზე ითარგმნა ეს ლექსი და მალე იქნება ძალიან სერიოზული წარდგენა ძალიან კეთილი. დავიტოვოთ მომავლისთვის ის საიდუმლო სიხარული, რომელიც ამ ლექსთან მიმართებით გელოდებათ. გიორგი, თქვენ რას გვეტყვით? მე ვაპირებ წიგნის გამოცემას, რიგით მეორე წიგნი იქნება. ოღონდ წინა წიგნისგან განსხვავებით არ იქნება ეს ქართული მეგრული ერთად. ანუ შემდეგი წიგნი იქნება მხოლოდ ქართულ ენოვანი და სახელდება ხომ არ არის წინასწარ, ან თუ შეგიძლიათ რომ გავიხსნათ ჯერ ძიების პროცესში. ძიების პროცესში ვარ და
ვიმედოვნებ მომავალი წლის გაზაფხულისთვის მექნება, იმიტომ რომ ყოველთვის წიგნის გამოცემისას ჩემი თაობის ხალხი ჩქარობს ხოლმე და რაც მე დრო გადის, მე თვითონ ამბობენ ხოლმე, რომ ცოტა ნაჩქარებია და არ მინდა ის მეს გავიმეორო იმავე რაღაც და არ მინდა თქვა რომ ჩემი წიგნის გამოცემა ცოტა ნაჩქარები იყო. ამიტომ წიგნს როცა გაშლი, არ უნდა გჭირდებოდეს 62 გოლის მოძებნა, 82 გოლის მოძებნა, იქ კარგი ლექსია, სადაც გაშლი, იქიდან რაღაც უნდა დაგამახსოვრდეს. მოკლედ სულ ეს არის რა. ძალიან კარგი გონივრული დაყოვნება ზოგჯერ მომგებიანიცა არა მხოლოდ ლიტერატურაში, საჭირო კარგი რედაქტორი. ყოველდღიურობაში ნამდვილად ხო ეს ლიტერატორი, რედაქტორი აბსოლუტურად ეს პროცესი რომელიც ერთიანად უნდა იყოს აკინძული სამწუხაროდ ცოტა ესეც გამოითიშა და თითქოს აქაც მხოლობითში დარჩნენ ავტორები და რატომღაც წეგან თქვენ საწყის ეტაპზე ძალიან კარგად აღნიშნეთ მენიშნა რომ ხშირად ეს ცოტა ამპარტაუნობის ელემენტები მერე ვაფერხებს კაციც გიგებიოთ ადამიანები. მოკლედ ჩვენ დღეს ვფიქრობ ძალიან საინტერესო სასიამოვნო გულწრფელი ცოცხალი რაც მთავარი ამ ტექნოკრატიულ ეპოქაში ცოცხალი ემოციებით ერთმანეთის პირისპირ და მე როგორც რუსთაველის სულ მომყავს ხოლმე ეს ფრაზა ჩვენი ქალაქის კეთილი ადამიანების ამ ფილმის ესეთი ლაიტმოტივი იყო ნამდვილი საოცარი ჰიმნი იყო ჩახედე მეგობარს თვალებში ერთმანეთის თვალების პირისპირ ლიტერატურით და ქართული ამბებით ვიყავით გემშვიდობებით დროებით და შეგახსენებთ რომ ყოველ შაბათს 21 საათზე ტელეკომპანია ქართული საეთერო ბადეში თქვენ შეგიძლიათ თვალყური მიადენოთ ლიტერატურულ შემეცნებით პროექტს ქუჯის დროა. მოვიფანტოთ მამულში ნურც ვიმესთავეს ესხები ვაქციოთ ქუჯის სახელი დღესასწაულად ლექსები არც ვინმეს დასამადლები ჩვენი სიტყვით წობილით რომ გახდეთ თითქოს თავიდან ერთმანეთისთვის შობილნი თან ვიყოთ ჩვენს არჩევანში თავისუფალ სრულებით გავუნაწილოთ ერთმანეთს ჩვენი სიხარულები არობს გული და ბუნება რასამური დარია ერთმანეთისკენ რომ გვიხმობს ეს ქუჯის ფესტივალია ფესტივალები ვაქციოთ ქუჯის სახელი დღესასწაულად ლექსების ფესტივალები ვაქციოთ ქუჯის სახელი დღესასწაულად ლექსების ჩვენი ოდითგან ეს კურთხეული მთაველი არ დაგჩეს ლექსის გარეშე მიწის არც ერთი მდგაველი გულში სიკეთით ნაშოვი ხმა შეწყობილი ჰანგებით მოფინოთ ჩვენი სამშობლო ლექსების ფესტივალები თავიღოთ ჩვენს არჩევანში თავისუფალი სრულებით გავუნაწილოთ ერთმანეთს ჩვენი სიხარულები ხარობს გული და ბუნება რასამური დარია ერთმანეთისკენ რომ გვიხმობს ეს ქუჯის ფესტივალია ხარობს გული და ბუნება რასამური დარია ერთმანეთისკენ რომ გვიხმობს ეს ქუჯის ფესტივალია ვაქციოთ ქუჯის სახელი დღესასწაულად ლექსების ფესტივალები ვაქციოთ ქუჯის სახელი დღესასწაულად
დასასწაულად ვექსები